წარმატებები. ალექსი პეტრიაშვილი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი. ახლა კი გადავდივარ ზურაბ ჯაფარიძესთან შეკითხვით. გირჩის ლიდერი გაგცემს პასუხს ჩვენ შეკითხვებზე. მადლობა ბატონო ზურაბ, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. რა საკვირველია? მე თქვენთან უნდა დავიწყო საუბარი ეუთოს თემაზე. თქვენი პირველი პოლიტიკური შეფასება უნდა მოვისმინოთ, მაგრამ მანამდე დღეს პირველმა რადიომ გავრცელა ინფორმაცია, რომ შესაძლებელია მოხდეს თქვენი გაერთიანება გიორგი ვაშაძის ახლად შექმნილ პოლიტიკურ ორგანიზაციასთან. შეგიძლიათ თუ არა დამიდასტროთ, რომ ნაციონალური მოძრაობის ორი ყოფილი პოლიტიკური ვარსკვლავი მართლა ერთიანდება და შეიძლება ამ არჩევნებზე ერთ პოლიტიკურ გუნდად გამოვიდეს. ჩვენ გვაქვს კონსულტაციები გიორგი ვაშაძესთანაც და კიდე რამდენიმე სხვა პარტიასთან, ცხადია პროდასალურ პარტიებს გულისხმობ, გიჟთან კონსულტაციები აქვს ბევრ პოლიტიკურ ძალას და ბევრ პოლიტიკოს. თუ საბოლოო ჯამში ჩვენი პრინციპები და ხედვები დაემთხვა და ჩვენთვის გიჟისთვის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და მეორე ის, რომ პოლიტიკაში ახალ ადამიანებს გავუხსნოთ გზა, ამ შემთხვევაში ჩვენ ცხადია შეიძლება ვითანამშრომლოთ. ამის შესახებ საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდებით ძალიან მალე და ძალიან მალე გაიგებს საზოგადოება. ანუ კონსულტაციები გაქვთ გიორგი ვაშაძესთან კონკრეტულად? კი გვაქვს გიორგი ვაშაძესთან კონკრეტულად. საინტერესოა დაველოდებით ჩვენი ინფორმაციით, რომელსაც კიდევ ერთხელ ვიტყვი პირველი რადიო ავრცელებს, ეს გაერთიანება არის დაგეგმილი, თუმცა დაველოდოთ, როდის გაკეთება ამის შესახებ განცხადება. ბატონო ზურაბ, მოდით მითხარით თქვენი პირველი პოლიტიკური შეფასება როგორი არის იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც მოხდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად გიგი წერეთლის წინააღმდეგ გახსნილ დიდ ფრონტზე, რომელიც სახელმწიფო გუნდმა გახსნა. რა სიტყვით? ჩემი საკმაოდ სამარცხვინო ვითარებაში ვართ, როგორც ქვეყანა ამ შემთხვევაში. მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ეს ყველას უნდა ესმოდეს, რომ საქართველოს წარმომადგენელი თუ გახდებოდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ეს ჩვენთვის როგორც ქვეყნისთვის იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეუთო არის ყველაზე დიდი რეგიონული უსაფრთხოების ორგანიზაცია, რომელიც ჩვენ რეგიონში მათ შორის მუშაობს. ეუთო არის ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს მათ შორის რეგიონულ კონფლიქტებზე. ჩვენ გვაქვს ორი ოკუპირებული ტერიტორია, გვაქვს სერიოზული პრობლემები ამ ოკუპირებული ტერიტორიების გამო და შესაბამისად ცხადია გვექნებოდა ოდნავ მეტი, მაგრამ მაინც უფრო მეტი შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენი საკითხები ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული დაგვეყენებინა უფრო მეტი სიმძაფრით. ანუ თუ იქნებოდა საქართველოს პარლამენტის წევრი, უფრო მეტი შანსი იქნებოდა, რომ აქცენტირებული ყოფილიყო კონფლიქტი. ცხადია, იმიტომ რომ ეუთო არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ორგანიზაცია, თუ ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობს, კონკრეტულად კონფლიქტებზე, რეგიონულ კონფლიქტებზე და ჩვენ გვაქვს კიდევ მეორე ოკუპირებული ტერიტორიები. ეუთო არ არის ძალიან ეფექტური ორგანიზაცია, მე იქ მუშაობდი 3 წელი სამწუხაროდ, იმიტომ რომ გადაწყვეტილებები მიიღება კონსენსუსის გზით მხოლოდ და შესაბამისად იქ ხმა აქვს მათ შორის რუსეთსაც, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ გვექნებოდა ოდნავ მეტი შესაძლებლობა, რომ უფრო მწვავედ და უფრო ეფექტურად გამოგვეყენებინა ის ტრიბუნა, რომელიც არსებობს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სახით. და ამ შემთხვევაში ცხადია მნიშვნელოვანი ყოფილიყო ქართული პრეზიდენტი, ამიტომ ისაც გააკეთა ქართულმა ოცნებამ, ჩემს არის სულად გაუგებარი სამწუხაროდ ეს პარტია და ეს არ არის ერთი პარტია, ზოგადად ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ბევრი პარტია შის შემთხვევაში ისეთ საკითხებს, რომელიც არის ნაციონალური მნიშვნელობის საკითხები, აყენებენ უფრო დაბლა და იყენებენ მათ შიდა პარტიული კინკლაობისთვის, ანუ შიდა ქვეყნის შიგნით რაღაც პოლიტიკური საკუთარი მიზნებისთვის და ეს არის ამისი მაგალითი ოცნებამ რეალურად რაც გააკეთა ეს. არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, იმიტომ რომ გიგის ქონდა კარგი შანსი რომ გასულიყო და ეს ქვეყნისთვის იქნებოდა ძალიან კარგი. და იქნებოდა მე მგონი პირველი შემთხვევა, როდესაც ესეთი მაღალ ტრიბუნაზე პრეზიდენტად იქნებოდა საქართველოს წარმომადგენელი. ბატონო ზურაბ, არგუმენტი თქვენს მინდა ზუსტად იგივე კითხვა დაგისვათ, რაც დაუსვით წეღან ალექსი პეტრიაშვილს, რომელიც დაასახელა ქართულმა ოცნებამ. ისინი ამბობდნენ, ვიდრე ეს შედეგი დადგებოდა, რომ აპროტესტებდნენ გიგი წერეთლის ამ პოსტზე გასვლას, იმიტომ რომ მოახლოებულ არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ლიდერები ხშირად აანონსებენ რევოლუციურ მოწოდებებს, დელეგიტიმაციისთვის ემზადებიან და ეუთო როგორც ერთ-ერთი დამკვირვებელი თუ მისი პრეზიდენტი იქნებოდა ნაციონალური მოძრაობის წევრი, მაშინ ამ შემთხვევაში შეიძლებოდა აღარ ყოფილიყო მათი შეფასება ობიექტური. შეგვიძლია ამას ვენდოთ თუ არა? კი, ნაციონალური მოძრაობის ლიდერების ნაწილს აქვს რაღაც მსგავსი იდეები რევოლუციასთან მიმართებაში და ამ შემდეგ ისინი ამას საჯაროდ განუცხადებიათ, მათ შორის სოციალურ ქსელებში არაერთხელ დაუწერიათ, მაგრამ ეს არის ერთი, მაგრამ მე მგონი ქართულ ოცნებას უბრალოდ კომპეტენციის პრობლემა აქვს, მათ ისინი ანუ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა დღეს არ ირჩევდა ეუთოს რაღაცა შახს და იმას ყაენს ირჩევდნენ პრეზიდენტს, რომლის მთავარი ფუნქცია რეალურად იქნებოდა ის, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შიგნით არსებული სხვადასხვა ტიპის განწყობები, მათ შორის სხვადასხვა პარტიების განწყობები უნდა შეაჯეროს, შეახამოს და საბოლოო ჯამში
შემთხვევაში რაღაც ერთიანი პოზიცია უნდა ჩამაყალიბოს. გიგი წერეთელი თუ გახდებოდა პრეზიდენტი, ეს აღნიშნავს, რომ გიგი წერეთელი დაწერდა შემაფასებელ რაღაც დოკუმენტს საქართველოში ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით. ამდენი იქ ვიღაც ერთი კაცი მაინც უნდა იყოს, ვისაც ამდენი კომპეტენცია აქვს. მე მგონი ამხელა პარტიაში ესეც ისურვებს სრულ ტანჯვებში იყო, ანუ სახელმწიფო გუნდი. თავისთავად სხვათა შორის იყო აქ, ხო, ცოტა ღიმილის მომგვრელი ის, რომ მაგალითად საუბარი იმაზე, რომ ეუთო ამ დასკვნას დადებდა გიგი წერეთლის მითითებით, ანუ ეს მიუღებელი და ცოტა წარმოუდგენელი იყო. მათ შორის ჩემი აზრით შეურაცხყოფელია თვითონ ეუთოსთვის და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის როგორც ამ ინსტიტუტების შეურაცხყოფაც არის, მე მგონი იქაც ისინი მიხვდებიან. ესეც სისულელეები არც ერთმა პარტიამ და მით უმეტეს ხადა მართლმა პარტიამ საჯაროდ არ უნდა ილაპარაკოს. ბატონო ზურაბ, ჩვენ ახლა საუბრობთ, ვახსენეთ უკვე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები და მე მინდა თქვენთან დავსვა შეკითხვა ქართული ოცნების შიდა კვლევებთან დაკავშირებით. გირჩი ახლად შექმნილი პოლიტიკური გაერთიანება, ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი მოხვდა იმ პარტიებს შორის, რომლებსაც ამ შიდა კვლევებით აქვთ 1%-იანი მაჩვენებელი. რა სიტყვით, მათი კვლევების მიხედვით, მხოლოდ 4 პარტიას აქვს პარლამენტში შესვლის რეალური შანსი. ზღვარზე არიან მეოთხე პარტიის სახით თავისუფალი დემოკრატები. ვენდოთ ამ ტენდენციას, მე არ ვსაუბრობ ციფრებზე, ციფრები ყოველთვის სადაოა. არ უნდა ვედოთ ჩემი აზრით, საქართველოს პოლიტიკური რეალობა ძალიან სწრაფად იცვლება, არჩევნებამდე ჯერ კიდევ ბევრი დრო არის დარჩენილი. ამ კვლევების მიზანი რეალურად არ არის ცხადია ის, რომ აჩვენონ რა და ეს არის სურათი და არჩევნების შემდეგ ეს შედეგი დადგება. ვინც არ უნდა ატარებდეს, რომელი პარტიაც არ უნდა ატარებდეს, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პარტია აქვეყნებს საკუთარ კვლევებს. ამ კვლევების მიზანია, რომ წინასწარ მოსახლეობაში რაღაც განწყობა შექმნას, რომ აჩვენოს აი ვინ შეიძლება იყოს გამარჯვებული, რომ თითქოს ამით თამაშობენ მოსახლეობის იმ განწყობაზე, რომ მოსახლეობა თითქოს უფრო მხარს დაუჭერს გამარჯვებულს. ამიტომ მე განსაკუთრებული ნდობა ამ კვლევების მიმართ არ მაქვს. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ წინ გვაქვს ძალიან ბევრი სამუშაო, გირჩს გულისხმობ ამ შემთხვევაში და ჩვენ მზად ვართ ამ მუშაობისთვის. მე არ გონია, რომ რომელიმე სხვა პარტიას ქონდეს ესეთი პოტენციალი, როგორც აქვს გირჩ, ჩვენთვის და მე ეს არაერთხელ მithქვამს საჯაროდ, ჩვენთვის თავარი არის ჩვენი პრინციპები და ხედვები. ჩვენ მათ შორის მზად ვართ ამ პრინციპებზე და ხედვებზე ვიდგეთ ბოლომდე. ჩვენში არ არის ნატამალი პოპულიზმისა, ჩვენ არ ვიტყუები და შე შემთხვევაში ვიძახით მწარე სიმართლეს და ჩვენ გვაინტერესებს აი ამ სიმართლის საუბარს რამ ხადაჭერა შევა მოყვეს ქვეყანაში. ჩვენთვის ეს არის საბოლოო ჯამში გრძელვადიანი პროექტი. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ გვინდა რომ ჩვენი ხედვების და ღირებულების მქონე პარტია ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არსებობდეს და პირველად ქართულ რეალობაში გაჩნდეს სტანდარტი, რომ პარტია დგას რაღაცა პოზიციაზე, რაღაცა პრინციპებზე და არ იცვლის მათ შორის ნაბიჯს არ დგავს ოდნავაც გვერდით, იქიდან გამომდინარე რა შეიძლება მოეწონოს მოსახლეობას, ან რა შეიძლება არ მოეწონოს მოსახლეობას, რა მოიტანს საპარლამენტო მანდატებს და რა არ მოიტანს საპარლამენტო მანდატებს. ჩვენთვის ეს არის ტესტი, ეს არის ის რისი არ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი საპარლამენტო მანდატები? არა, ყველაფრის ფასად ცხადია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საპარლამენტო მანდატები, მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ვიყოთ მათ შორის მთავრობის ნაწილი, ეს ყველაფერი ცხადია მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა საბოლოო ჯამში ჩვენი ხედვების ცხოვრებაში გატარება, იმიტომ რომ გუწბელად უჯერა, რომ ეს არის ერთადერთი გზა ჩვენი ქვეყნის, ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ჩვენ შვილებს მიეცეთ უკეთესი ცხოვრების და საკუთარი თავის რეალიზაციის შესაძლებლობა, მაგრამ ეს ანიშნავს, რომ ჩვენ ვიკადრებთ ყველაფერს და გავაკეთებთ ყველაფერს. ჩემ წინ საუბრობდა ჩემი ოპონენტი 250 ლარიან საარსებო მინიმუმზე, 300 ლარიან პენსიაზე და 500 ლარიან მინიმალურ ხელფასზე. ეს ყველაფერი არის კატასტროფა, ეს არის ის რომ პარტია არის სასოწარკვეთილი, მზად არის წავიდეს ნებისმიერ უსინდისობაზე და უპასუხისმგებლობაზე და მისცეს დაპირებები მოსახლეობას. უსინდისობაა ეს დაპირება ქართული თავისუფალი დემოკრატია. ერთ მნიშვნელოვნად, იმიტომ რომ 250 ლარიანი საარსებო მინიმუმი არაფერს არ ცვლის, საერთოდ ეს არის მოტყუება მოსახლეობის. შეგვიძლია დავწეროთ 500 ლარიანი საარსებო მინიმუმი, თუ სხვანაირად დავწერთ, შეგვიძლია დავწეროთ 1500 ლარიანი საარსებო მინიმუმი. ამით რა ხალხი გამდიდებათ, რომ ფურცელზე რა დაწერ მაგას ამ მნიშვნელობა. ანუ ეს არის სისულელე. რატო ბიუჯეტი ვერ გაწოდება თუ რატო? არა, იმიტომ რომ ბიუჯეტთან საერთოდ კავშირში არ არის. ციფრზე უბრალოდ წერია სადღაცა რომ საარსებო მინიმუმი ქვეყანაში არის ამდენი. და ეს არაფერს არ ცვის, ანუ ეს არ არის არც მიმული, არც დახმარებაზე, არც ხელფასზე და არც არაფერზე. თუ გინდა ჩაწერეთ 500 ლარი, თუ გინდა ჩაწერეთ კიდევ კი ბატონო, მაგრამ 300 ლარიანი პენსია არ ჯობია. 300 ლარიანი პენსია ამ შემთხვევაში ერთი რო არის შეუძლებელი ამის გაკეთება და მსგავსი დაპირებები ბატონმა ალასანიამ 2012 წლის არჩევნების წინ გაცა 230 ლარს პირდებოდა მაშინ და შეასრულეს ნული ამ დაპირებიდან. ეს არის ზღაპარე, თუ ამას ვინმე გააკეთებს, ეს არის დააქცევს ქვეყნის ეკონომიკას. სოციალური ხარჯები რო გაზარდა ამ მთავრობამ ქართულ ოცნებას გულისხმობ, ამის გამო არის ქვეყნის ეკონომიკა გაჩერებული. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ეს. ანუ აქ თავარი ის კი არა, ციფრი რამდენი იქნება, ანუ რიცხვი რამდენი იქნება. 300 ლარი ეწერება თუ 250. თავარი არის რამდენს იყიდის ამითი პენსიონერი და შეგიძლია მიცე 250 ლარი, 300 ლარი, უბრალოდ თუ მანამდე ყიდულობდა 5 ვარს, მერე იყიდის 4
მოთხოვს, უფრო ნაკლებს, უბრალოდ რიცხვში იქნება უფრო მეტი. ეს არის ერთი და 500-იანი მინიმალური ხელფასი, ეს არის კატასტროფა, ეს ცუდი სიტყვების ხმარება არ მინდა, მაგრამ ელემენტარული ცოდნა არ აქვს ეკონომიკის, როგორც ჩანს ამ პარტიაში არავის, ერთი ადამიანი იყო, რომელიც გამოყავდა ხომ შეიძლება დებატებს და ეს ადამიანი გააქრეს, რომელსაც მეტნაკლებად საღი ხედვები ჰქონდა, მე მგონი იმ ადამიანს დატოვა პარტია, არ ვიცი რა მოხდა. ახალი ადამიანი ყავდათ, რომელიც ეკონომიკას საუბრობდა, მე არ მინდა სახელმწიფო გვარის დასახელება, ეს ადამიანს აღარ ჩანს დიდი ხანია, სწორედ იმის გამო, როგორც ჩანს, რომ მან ვერ გაუზმო ასეთ რაღაც აღვირახსნილ პოპულიზმს, მაგრამ სამწუხაროდ 500-ლარიანი მინიმალური ხელფასი საქართველოში, ესეც არის ტყუილი მოსახლეობას ატყუებენ და ვითომ ამას კანონით მიიღებენ და ისინი მიიღებენ მინიმუმ 500 ლარს. არ დაიჯეროთ, სამწუხაროდ ეს არ არის რეალობა, 500-ლარიანი მინიმალური ხელფასის დაწესება კანონით საქართველოში ნიშნავს უმუშევრობის კატასტროფულ ზრდას. რატომ? იმიტომ რომ საქართველოში მოსახლეობა არის ძალიან გაჭირვებული და ბიზნესებიც არ არიან მაინც და მაინც დიდი ბიზნესები არა. და თუ დავალდებულებს ბიზნესს რომ გადაუხადოს 500 ლარი, ვალდებული იქნება კი არა და იძულებული რომ შეამციროს სამუშაო ადგილები. საქართველოში არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც მზად არის იმუშაოს 200 ლარად, 300 ლარად, 400 ლარად, იმიტომ რომ მას ჭირდებათ მინიმალური შემოსავალი მაინც რომ ოჯახში რაღაცა მიიტანო და საქართველოში არიან ბიზნესები, რომლებიც არ არიან რაღაცა General Electric და ესეთი დიდი კომპანიები, რომლებიც მზად არიან რომ ადამიანები აიყვანოს სამსახურში 200 ლარად, 300 ლარად, 400 ლარად. 500 ლარად ისინი არ არიან მზად, 500-ას ისინი ვერ გადაუხდიან. ან დახურავენ ბიზნესს, ან უბრალოდ ხელშეკრულებას არ გაუფორმებენ და მიცემენ შავად. ანუ ეს ნაწილი გადავა შრომითი ურთიერთობის შავ ბაზარზე. ანუ შედეგი იქნება ის, რომ უმუშევრობა გაიზრდება და რაღაცა ბიზნესები შეიძლება უბრალოდ მოკლეს. სხვა შედეგი ამას არ ექნება და რაც არ უნდა ილაპარაკონ თავისუფალ დემოკრატიებმა, ეს არის ანაბანა, რომელიც წერია ეკონომიკის სახელმწიფოების რა ვიცი რაღაც პირველ გვერდებზე და ესეთი უსინდისო დაპირებები პარტიებმა არ უნდა გაცეს. სამწუხაროდ ამის მიზეზი არის ძალიან მარტივი, თქვენც რო გესმოდეს და მოსახლეობასაც თქვენ გიყურებთ რომ ესმოდეთ, ამის მიზეზი არის ის, რომ სამწუხაროდ ახალგაზრდების დიდი ნაწილი არ დადის არჩევნებზე მეტწილად დადიან უფრო ასაკოვანი ადამიანები, ამიტომ პოლიტიკური პარტიები ჩვეულებრივი პოპულიზმით ელაპარაკებიან ძირითადად ასაკოვან ადამიანებს, ამიტომ რომ გამომდგარი არიან და ნაციონალურ მოძრაობა ყვირისო 50 ლარით გავზით პენსიად, ქართულ მოწმობამ ეხლა გაზარდა 20 ლარი და ეხლა კიდე აპირებს გაზდას და თავისუფალ დემოკრატიას ჩაეშნენ ზუსტად იგივე სოციალურ შეჯიბრში და გამოაცხადოს 300 ლარს გავხდით პენსიაზე. სხვა არაფერი არ არის, უბრალოდ ატყუებენ ასაკოვან გაჭირვებულ მოქალაქეებს. ანუ ისევ წამოვიდა წინა საარჩევნოდ მსგავსი თქვენი აზრით არ არის რეალური დაპირებები, ხო? იგივე სოციალურ ეხლა საინტერესო ოცნება რა შესთავაზებს უკვე ამ მომჩევს, ესეც არის ძალიან საინტერესო. დიდი ფანტაზია ქონდა და სადმე შორს წავიდნენ. მანდ იქნებიან ისინი. ბატონო ზურა, ერთი კითხვა მინდა დაგისვა. დაუშვათ რომ აღმოჩნდეს სწორი ეს მონაცემები, რაც დადო ამ სარეიტინგო კვლევებით ქართულმა ოცნებამ და თქვენ ვერ მოხვდეთ პარლამენტში. არის შანსი შემოთავაზების შემთხვევაში იგივე კოალიციური მინისტრთა კაბინეტის ან რაღაც მსგავსის, რომ თქვენ დათანხმდეთ მთავრობაში მუშაობას? ჩემთვის პირადად და იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემ გარშემო არიან, ჩვენთვის თავარი არის ის ხედვები, რომელიც ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული ხედვები, ანუ ორი რამე გვაინტერესებს რეალურად. ერთი ეს არის, რომ ამ ქვეყანამ დაიწყოს სწრაფი განვითარება და ჩვენ არ მოგვიგონია რაღაცა სასწაული ფორმულა, ჩვენ უბრალოდ გვაქვს აღებული ბევრი განვითარებული ქვეყნის მაგალითი, როგორ მოახერხეს ამ ქვეყნებმა სწრაფი გამდიდრება თვითონ ქვეყნების და ეს არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი, რაც ამ ქვეყანამ უნდა გააკეთოს. და მეორე ეს არის, რომ შეიცვალოს სოციალური დახმარების სისტემა და ის გახდეს უფრო ეფექტური. და რომ წამოვიდნენ ამ თქვენს ინიციატივაზე დათანხმდნენ. პრობლემა არ ამაქვს, ჩვენი პროგრამა არის გამოდებული, ჩვენ ყველაზე ადრე გამოვდეთ საჯაროდ ჩვენი პროგრამა, სადაც ბევრი დეტალები არის გაწერილი, რაღაცები ცხადია, ყველაფერს იქ ვერ დაწერეთ, ძალიან გრძელ ტექსტებს საქართველოში არ კითხულობთ. დათანხმდებით მთავრობაში. მე შემიძლია ეხლა ვეკითხათ, რომ თუ მაგალითად დღევანდელი მთავრობა განაცხადებს, რომ აი ხვალ შეხვდებიან ჩვენ და მოისმენენ რა არის ამ ქვეყანაში გასაკეთებელი, საერთოდ არ მინდა რომ მე ვაკეთო რაღაცა. აუხსნი რა არის გასაკეთებელი და დაიწყონ ამის კეთება. მივეხმარები ყველანაირად გაწერილ დეტალურ გათხრას მისცემ, მაგრამ მთავრობაში წასვლაზე უარს იტყოდი? არა, მე არაფერზე უარს არ ვიტყვი. ჩემი აზრით ეს არის გასაკეთებელი. თუ ამის გაკეთებას დაჭირდება ჩემი სადღაც ყოფნა, მე ვიქნები. თუ ამის გაკეთებას დაჭირდება უბრალოდ იცის რომ მე ვიღაცას ურჩევ ამის გაკეთება. ამისათვის ზადვარ და რჩევებს ვაზრებ უფასოდ ყველას. ის არ გვეზარებთ გასაგებად გაკეთება და არც საავტორო უფლებებს არ ვიცავთ, სიამოვნებით გაუნაწილებთ ყველას თუ რამე გვაქვს მომზადებული. წარმატება ბატონო ზურა, მოკლედ დაველოდებით თქვენს განცხადებას გიორგი ვაშაძესთან სავარაუდო გაერთიანების შესახებ ჩვენი ინფორმაციით, ისინი ვინც დიდგორზე არ მიდიან არჩევნებში